ჩვენ მოვისმენთ ასევე რეაქციები ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. როდესაც ამ თემაზე მიდის საუბარი, რომ კი რა თქმა უნდა იქ იყო რაღაც ძალადობა, თუმცა სამაგიეროდ დანია არის მდიდარი ქვეყანა. ან ეს არის სწორედ მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაცა ოდენობის, მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე ძაღლების მიქცევა და ხელკეტებით ცემა მშვიდობიანი პროტესტანტების. ბატონი პეტერი ქართული საზოგადოების წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. ასე დარჩება ის საქართველოს საზოგადოების მეხსიერებაში. მან ასევე მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა deep state-ზე, რომ აბა სად არის, შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა და მას დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს, მაგრამ მე ერთ ამას გავუსვავს ხალხს, ის პარალელურად დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს deep state-თან დაკავშირებული deep state-ი რაღაც გამონაგონი არის, დასცინის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპს, ასევე შეუძლია ამერიკის საელჩოს ელაპარაკოს ამაზე. ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლის ტრასს, რომელიც ასევე საუბრობდა deep state-ზე ბრიტანეთში, პრინციპში დასცინის ყველას ამ იქედნური ტონით, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ხედავთ სხვა ხალხების მიმართ. ეხლა იმ ორგანიზაციისგან, რომელსაც გინება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია და იცით რომ საიამ წაიღო სტრასბურგში, გაასაჩიო სტრასბურგში საქმე, რომელზეც 2 დღის წინ იყო გადაწყვეტილება სტრასბურგის, სადაც დამარცხდა საია და მისი დამფინანსებელი ევროკავშირი, რომელსაც უნდოდა რომ საქართველოში ზიზღის ენის დაკანონება მომხდარიყო. ახლა როდესაც ეს არის რომ გინება, ლანძღვა მიაჩნია გამოხატვის თავისუფლება, ხა იმ ორგანიზაციისგან დამხობისკენ მოწოდება რომ გონია პოლიტიკური განცხადება, გასაკვირი არ არის. საქართველო არის სახელმწიფო. ქართული ხალხი არ არის რაღაც აბსტრაქტული ცნება და ამ ტერიტორიაზე უბრალოდ ადამიანების ჯგუფი არ ცხოვრობს. ეს არის სახელმწიფო თავისი საზღვრებით, თავისი ტერიტორიით, თავისი კონსტიტუციით, თავისი ინსტიტუციებით. და თუ ვინმეს უნდა რომ დაგვანახოს პატივისცემა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს. და ეს საუბრები ქართული ხალხის მიმართ პატივისცემას აჩვენებს, რომ ისინი სინამდვილეში მიიჩნევენ ქართულ ხალხს მეორე ხარისხოვან ერად. ეს არის ზუსტად კოლონიალისტური აზროვნება, რომ მიიჩნევენ მეორე ხარისხოვან ერად, რომელთანაც უნდა ჩახვიდე, მოახდინო მათი კოლონიზება, ასწავლო როგორ უნდა აწყონ სახელმწიფო, იმიტომ თვითონ არიან აბორიგენები, იმიტომ უნდა ასწავლო როგორ უნდა შეარჩიონ თავისი მმართველები, იმიტომ ეს არიციან და არიან პირველყოფილ მდგომარეობაში. აი ეს ამას სინამდვილეში ამას ამჟღავნებს. ეს ტერმინოლოგია ამჟღავნებს ამ დამოკიდებულებას, რომ ქართულ ხალხს ჩვენი 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობით მიგვიჩნევენ სინამდვილეში მეორე ხარისხოვან ადამიანებად, რომელიც აქ რაღაც ჯგუფურად ცხოვრობთ რაღაც ტერიტორიაზე და ხინკალს უმზადებთ და ხაჭაპურს აქ ჩამოდიან და მოსწონთ ჩვენი ცეკვა თამაში და სუფრაზე დაგვისვამენ და თავის ჭკუაზე უნდა ვიაროთ ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ კიდე ერთხელ ყოველ ჯერზე, როდესაც იქნება ასეთი მიმართვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ქართულ ხალხს შეეცდები რომ გამიჯნონ ქართული ხალხი საქართველოს სახელმწიფოსგან, ყოველ ჯერზე მე პირადად ვაპირებ რომ სათანადო პასუხი დაუბრუნო ყველას, ვინც ამას გააკეთებს.